გამარჯობა. მალე ფასანაურსაც ვეწვევი. უკვე გამოჩნდა ამაყა დაზიდული მთები და საკმაოდ საშიში ხრამები. უბსკროლები. ნელა ჩვენი მოგზაურობა უფრო სახიფათო ხდება. და ამასთან უფრო მიმზიდველიც. ნუ შეგეშინდებათ ჩვენ გამოვყევით. აბა წინ, მთებისკენ. წავედით. დაიძინეთ. ფასანაური. დავა ფასანაური მდებარეობს მდინარეების გუდამაყრის არაგვისა და მთიულეთის არაგვის შესართავთან საქართველოს სამხედრო გზაზე. აერთიანებს სოფლებს ბანცური, დავითურნი, ზემო ამირნი, მეჯილაურნი, სოდევე, უკანამხარი, ჩადისციხე, ჩირიკი, წვედიეთი, წინამხარი, წინკობანი, წიფორი, ჭიკაანი და ხევშა. ქართლის ცხოვრების მიხედვით არს უვენახო, უხილო, მცირე მოსავლიანი. ჰავითა არს ფრიად კეთილი და შვენიერი წყაროწყლითა და მწვანითა. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ფასანაური ითვლება მნიშვნელოვან კურორტად. ჰავა ზომიერად ნოტიოა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული. ქართული ენციკლოპედია. სოფლის ისტორია. ბავშვობაში ფასანაურში ხშირად ყოფილვარ, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, შეფასების უნარი ასაკთან ერთად იზრდება. ხოლო ახლა შევიგრძენ ეს სივრცე თეთრ მთებს შორის. ეს უფთა ჰაერი, რომელიც გინდა ღრმად ჩაის უთქო. ისეთი გრძნობაა, თითქოს ახლა ფრთებს გაშლი და არწივივით გადაუფრენ დათოვლილ კლდეებს. არს მოზღუდვილი მთიულეთი მთითა. ამის გამო მაგარი და შეუვალი არს. აქ არის ქვა, რომელი აიყრების კლდისგან ფიქალ-ფიქალად და ასხეთს ამ ქვასა სიბტყეზად ხშირად მუწუქთაებ, ვითარცა ოქრო და ვერცხლი. ანუ ნარევი ბრჭყვინავი ფრიად. ივლებენ ამას სხუდეს გარემოთ და არს პატიოსნება მათ შინა ესე. ზამთარ-ზაფხულ ლამაზია ფასანაური, ყოველთვის სუფთა და გაწკრიალებული. უთვალავი ომი, ბრძოლა და აჯანყება გადაუტანია. მრავალგზის დანგრეულა და გადამწვარა ეს სოფელი, მაგრამ ყოველთვის ფენიქსივით კვლავ აღმდგარა ფერფლიდან. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ფასანაურელები უაღრესად კულტურული და განათლებული ადამიანები არიან, მათ მიხვრა მოხრასა და გარეგნობაში დაკურვებული თვალი დღესაც დაინახავს, ვახუშტის თქმით 2 საუკუნის წინანდელი მთიულებისთვის დამახასიათებელ თვისებებს. კაცნი ჰაეროვანი, ხნენი და mbრძოლნი, ერთგულნი, საჭურველთ მოყვარენი, სამოსელთა და იარაღთა გამწყობნი, ქალნიცა შვენიერნი და გამრჯვენი. თევზაობა. თევზი ჭერთ ამ ყინვაში, ამ სიცივეში. და ამოდის რამე? ცოტაში. კალმახი ამას კალმახი მოძებს ხოლმე. კალმახი, ხო? გემრიელია კალმახი. აბა ეგარი, სამეფო თევზია რა. მე მაგას ვერ ვიზა. კბილებს ხომ არ გაატანს ბატონო გოგი? არა, თანაბრად. 1 ოისრე. 2 არ გამოვიდა. ნაცარში ჩაგვივარდა. 1 გაშარი, გაიგე, გაშარი რა. 3 გაუში. გაუში თქო რომ გეუბნებოდი. აუ, რამდენი თევზებია? დიდი მადლობა ბატონო გოგი. ვისწავლე. დიდი მადლობა ცოტა გავიყინეთ, მაგრამ არა უშავს. კარგი, ჩამოვალ და ერთად დავიჭიროთ ხოლმე თევზები. კარგად, მადლობ. გახამდის. სკოლა. ჩვენ ვიმყოფებით ფასანაურის საშუალო სკოლაში. ბავშვები მე-4 კლასში არიან და მათი დამეგებელი არის ქალბატონი ნინო ოსიტაშვილი. როგორი ბავშვები არიან, როგორ სწავლობენ? ბავშვები
მართალია სოფლის ბავშვები, სოფლის სკოლა და სოფლის ბავშვები არა, მაგრამ ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან ჩვენ სკოლაში. დიახ. რათასი გავყოთ 100-ზე უდრის 800. ტოლია ვის სწორია. 83 გავყოთ 10-ზე. თორმეტი. 83 გავყოთ 10-ზე ტოლია ვის. ვის. 7074 გავყოთ 100-ზე. ნახეთ. 7074 გავყოთ 100-ზე ტოლია 7-დან ნაშთი 74. მე მინდა გამოვიდე ექიმი? რასთან ცოლი გინდა რომ მოიყვანა? გინდა? აი ცოლი რომ ყავდეს ეხლა. აუ, ბევრს ფიქრობს, არ უნდა ეთქობა. გიხარია სკოლაში რომ ხარია. შენაგდა რომ აუ რა მაგარი. და მე ჩვენი ფეხბურთელი იქნები თუ სასვარგალეთ ითამაშე. ჩვენ. შენ სამგინდა? გინდა? აი მაგალითად რა პროფესიის გოგონას მოიყვანა? აი ვიგინდა რომ შეიძლება იყოს მსახიობი, ექიმი, ჟურნალისტი, პედაგოგი, აბა? ზულერთია? არა გაგმოხდეს. ზულერთი კოპინა. მე სტომატოლოგის ყველაზე უნდა უკეთო? ხე? მომღერალი. აუ და ფასონავში მეყარა, რა? აუ რა მაგარია. ოჯახ, ძალიან დიდი მადლობა. კარგი ბავშვები ხართ. ლომისას ნიში. ეს გახლავთ ფასანაურის მკვიდრი ბატონი ვანო ჩოხელი. ბატონო ვანო, თუ შეგიძლიათ მოგვითხრათ, რატომ არის სამთაზე აღმართული ორი ჯვარი? ეს ორი ჯვარია ლომისის წმინდა სალოცავის ნიში. ძირითადი სალოცავი არის მლეთაში. წმინდა ხარი, რომელიც მოუდვებოდა ტყვეებს, საწაისვენებდა, ყველგან არის ესეთი ნიში. ეს ერთ-ერთი არის ფასანაურში. დიდი კიდე იმას ნიშნავს, რომ შორიდან დაინახო, რომ აქ არის ნიში, სალოცავი. პატარა ძირითადი სალოცავი, ის შორიდან დაინახოთ, იმის არის. ლეგენდა. ერთხელ დაუძინებელ მტრებს, რომელთაც ფრთიულები დღესაც წყეულებს უწოდებენ, მოულოდნელად დაულაშქრავთ აქავრობა. წმინდა დიდმოწამე გიორგის სასწაულთმოქმედი ხატი გაუტაციათ და 7000 ტყვეც თან გაუყოლებიათ. 7 წელი გაატარეს ტყვეებმა ხატთან ერთად ურჯულოთა შორის. საშინელი რისხვა დაატეხა უფალმა წყეულთა ქვეყანას. 7 წელი არც შვილი უშვია ვინმეს, არც საქონელს ხბო და არც ხვარს ბატკანი. შეშფოთებულებს ვინმე ბრძენი მოუწვევიათ, რომელმაც ბრძანა. ეს გურჯის ხატი, საიდანაც მოგიყვანიათ, დიდი პატივით იქვე წააბრძანეთ. ტყვეთა რიცხვს კი რაც აკლდეს, თქვენი ხალხით შეავსეთ და სამშობლოში 7000 დააბრუნეთ. წამოვიდნენ. წინ უმანკო კურატი ლომისა წაიმძღვარეს. სადაც რქებზე სანთლებაბრიალებული ლომისა დაისვენებდა, იქ წმინდა გიორგის სახელზე ნიშს აგებდნენ. იარა ხარმა, ბოლოს მლეთასთან გაჩერებულა და შუაზე გახეთქილა. სწორედ ამ ადგილზე აშენებულა ლომისის წმინდა გიორგის დიდი ეკლესია. აკრობატი. დათო მურხული, მაგრად ჭამს ვარდს. მეც მომინდა იდაშდომა, მე მეტანს მასწავლი როგორ დავშტე? აი ესე მარტო ზიხარ, შენი მეგობრები არ მოდიან, ეს მარტო გიყვარს ვაშლის ჭამა ამ ადგილზე? საიდან შენთან მოიფიქრე ესე რომ დავიდე? აი მე აქილე, რა მაგარია? სად მაგარია?
ხელსაქმე. ეს დადიხართ არც იყურებ და შეგიძლიათ ასე კი, როგორ არ შეგვიძლია, შეგვიძლია რომ მოვხსოვოთ, რომ არ ეს დადიხართ ხოლმე სოფელში. ეხლა რას გსაუბრობთ? ეხლა გვსოვ ჯემს. ვისთვის? სიძისთვის. ესა გზაზე გავლიეთ? დავდივარ და გვსოვ. როგორ ისწავლეთ ესე გსავა? შეიძლება მეც რა ვისწავლო თუ უბრალოდ როგორ შეიძლება, ვერაც არის, თუ კი შეინტერესება გასწავლი. კი, მაინტერესებს. წავით, ვილაპარაკოთ, ეს კი არ უნდა უყურო ამას. კი. დინა მაინც მეხედება. ხა ვიყურებ პირდაპირ. თქვენ რა ქვია? დიდი ხანია გსაუბრობთ? ხსოვნაში დავბერდია, მაგრამ არა ვიშ, არ ფერია. ხალხური მთქმელი. ესენი სილამაზეები და ვარსკვლავები არის აქ. ეს არის ირემი. ესენი ვეფხვები არის. აი ეს უზუბილი თამო გამოჭრილია ეს. ეს ახალგაზრდა ვიყავ რა. მაშინ. დათვიხა და მაკლდა რა. აბა მოგიყვებით შენი ბუნების მთებზე რაღაც. ვენაცვლე ჩემს სამშობლო სივსნიავს მაწვრის მთებიო. გულს მილაღებენ ზყარონი მთებიდან მონაცქეფიო. წინ ვეგებები ყოველდღე თავს უკრავ ესალმებიო და უშიშრა დანაბარდობენ ბუდისა კალმახებიო. ხის რილში ჩამოისვენებს ქერცრო დავიღლებიო და მდიდარი გვაქვს ბუნება რას გამოგრჩება მტრებიო. თვალით არ გაიზომება ზღვარძროხი საძოვრებიო, საფთიბად გადავაკეთეთ სახნავი მამულებიო. ვინც ფრთიდან კახეს წავიდაო სამშობლოს გამკიდილებიო, კიდევინანებთ გახსოვდეთ რამდენის გავაწლებიო. ямაგან წაღახალისად როიღეთ პრემიებიო. აქათკე მოისრაფიან ვეგვთქენი მომოვლებიო. თქვენს დანახვას ანატრობენო მზისპირი ჩირდილებიო. აღარ აბრუნებს გაჩერდნენ ხეებში წისქვილებიო. სანგისგან დახრეტილებდგა თულხებ ქისპურებიო. დევები გადაგვეკარგნენ გუდამაყარში ჩვენ დაგვჭა ქვისპინებიო. წყემ დაიკავა ველები გამრავდნენ ნადირებიო. თქვენს მამა პაპად საფლავსაო, ჩამოდით, აღარ ხავ დამჭირებიო. ხევისბერი. სირცხვილი ახლა ეს ერთი გოთლი. ის რაღაც ვერ გამოვასწორე. ჩვენ ვიყოფებით სტუმრად ბატონ ნიკო ქავთარაძეს. ნიკო პაპა, ჩვენ გავიგეთ, რომ თქვენ ხევისბერი ბრძანდებით. თუ შეიძლება აგვიხსენით, რას ნიშნავს ეს? ესე იგი, მე ვარ სანთლის ამთები კაციშვილო. ეკლესიაში მე არ შევდივარ, სადაც არ შეიძლება. აი ჩვენი სალოცავია ისეთია, მე მოგახსენეთ, მოისმენთ წიფორის წმინდა გიორგი. ძლევამოსილი და ესე ილოცებოდნენ ჩემი ბავშვობის დროს წმინდანები. მარტო ის დეკანოზი შედიოდა იმ ჩვენს ეკლესიაში. სხვა კაციშვილი ვერ შევიდოდა. დეკანოზი შედის ეკლესიაში, დიდი ეკლესია, ის გამოაბრძანებს წმინდა გიორგის სახეს. დიდი ჯვარია. და ზედ გულზე კიდევ იმ დიდ ჯვარს აქვს მოთავსებული პატარა ჯვარი, ოქროსია, კუთხიანია, ესე მთითი სიგრძო და ესე სიგანეზე და იქ არის დიდი წმინდა გიორგის ნაწილი. და იცოდნენ ასე დიდმა ბერიკაცემ, რომ იმ ჩვენი დიდი ბერიკაცების უწინ ვინც ბერიკაცები იყვნენ, დაინტერესებულან. ნახოთ ეს გავხსნათო ის პატარა ჯვარი დიდ ჯვარზე, რომელიც არის ოქროს ჯვრით არის მოთავსებული. რა არის შიგო? და გაუხსნია და მართლა შემკმარი ხორცი. ესე იგი შვინდის კურკის ტოლაი დაახლოებით. აი ესეთი ხორცის ნაწილი არის. ეს დიდი გიორგის ნაწილი, როდესაც გასცა უკვე განკარგულება იმ ავად სახსენებელმა რომის კეისარმა და 6-ში ხომ დაიწყო მასზე დევნა და 23-ში უკვე ბორბალზე დააკრეს და
აი იმ დროს იმ ანგელოზემა რო აკრიფეს ეს ყოველივე ნაწილი შედგა 365-ო. დიახ და ასე იცოდნენ დალოცვა. მეც ისე ვსწავლობდი იმ დალოცვას, დიახ. დიდაუფალო ღმერთო შენ ერთადერთო მარადის მბრძანებელო შენ ხარ ბატონ პატრონი დიდი ქვეყნიერების თქვენგანაა დადგინებული ესე პლანეტა ჩვენი მერტო გაუმარჯვე დავლათიანო დიდ იესო ქრისტეს უზენაეს უძლებელს ულამაზეს მერტო შენ გაუმარჯვე დიდ წმინდას გიორგის ერთიანს მერტო შენ გაუმარჯვე 365 წმინდას გიორგის ამინ მერტო შენ გაუმარჯვე დედას ღვთისმშობელს დედას მარიამს დიდ წმინდას ნინოს მერტო გაუმარჯვე ხევსა ნახსენებ ღვთისშვილი დიდი წმინდა სამების მეთაურობით დიდება ხსნისა და რა გვისალოცავებს მერტო გაუმარჯვე დიდ გუდამაყრის სალოცავებს დიდ მაღალ წმინდას გიორგის დიდ ფშარაველს მერტო გაუმარჯვე ჩოხის წმინდა გიორგის ხმაძალიანს ცირასებით მობრძანებულ დიდ ჩოხ დაბრძანებულს მერტო გაუმარჯვე ხემწიფეს პირიმზეს მზით მოაღულ წალვისტანიანს მერტო გაუმარჯვე ლეომოსი ფუჩის ანგელოს მერტო გაუმარჯვე ჩავხესურეთის სალოცავებს გმირს კოპალეს ლახსი ახსარს ხემწიფეს ლაშარი ჯვარს გუდანი ჯვარს ხაფმაძლონ გზავს გიორგის მერტო გაუმარჯვე ერთწოთიანეთის მეცხე ჯავახეთის ქართკახეთის იმერთა სალოცავებს დიდება თქვენს ლეომოსილებას მერტო გაუმარჯვე თანანურ დაბრძანებულ დედას ღვთისმშობელს მერტო გაუმარჯვე ბოდორნის ღვთისმშობელს სახელ წინვალეს მერტო გაუმარჯვე ჯვრის მონასტერში სვეტი ცხოველში სიონის ეკლესიაში ქაშვეც ეკლესიაში წმინდა სამებაში თეთრ გიორგიში ალავერცა გელაცა გორი ჯვარსა გერის წმინდა გიორგი თლაც საქართველოს შემოგარენში ახსენებს და დიდი ღვთისმშობელს თქვენ გევედრებათ ერიტანჯული დიდი საქართველოს გევედრებით ჩვენს აგერაკ მყოფნი თქვენ უშველე და უმეშლე დიდ საქართველოს საკმარეთ ესე მწუხარება გამარჯვებულნო დეეხმარეთ აღარავურე უხერო მიარგინოთ ნუღარა სისხლის ღრას ნუ მოახდენ თქვენი ბრძანებით ხდება ყველაფერი და გევედრებით გამარჯვებულნო გევედრებით ვაკმარეთ თუ რამე დანაშაული გქონდეს აპატიეთ ხალხს აპატიეთ და მიეცით სიკეთე მშვიდობა მადლი და ბარაკა დამილოცი ხარ ჩემი ხმის გამგონენო სიკეთე მოგცათ შვილებო მშვიდობა მოგცათ უზენაესმა სიხარული მადლი და ბარაკა ოჯახშიც და ქვეყანაშიც ჩვენ შეგვეძლო ბევრი სალოცავების სადიდებლო გვეთქო მაგრამ დრო არ გვიტევ ჩვენ იმდენს რომ თქვენ საქმით ახართ დასაქმებული და ამდენს ვერ ვახსენებთ და გვაპატიონ იმ ღვთისშვილთა რანიც ვერ მოიხსენიეთ ჩვენ აგერამ სანთლის სანთების დროს დალოცვილი ხართ სუხელა ხელი მოგემართოთ იხარეთ იმრავლეთ სახლში ხიზანი ვისთა რა ყვანდეთ მერტმა ისენი გიწოსლოთ და გავიმრავლოთ და აბა ეს დავლიოთ თითო ჭიქა და მერე ლუკმა პურიც მივაყოლოთ პურის ცხობა ჩვენი სახელია ეს გააკეთა ჩემმა მეუღლემ სხვათა შორის ორჯერ სამჯერ გაშალა მე ახლა ეს შეშაზი მე როდესაც გაზი თუ გაზია გაზი ხაფურის სპეციალურად ვარ არის გაზი შეში გაწუხო და ხარ ამ ხაში იქნება ეს იქნება 40 წუთში ასე ერთ გამოწყობაზე 20 წუთს ვაცხობ მაღაზიებს მაგარებ და მთელი ფასანაური არა მთელი ფასანაური არა ჩემს გარდა კიდე სხვაებიც აცხობენ უბრალოდ კარგად შემოატარე რომ ადგილი ადარჩეს ესე ხელი მოუწოდო ეხლა ნუ ეხლა ფორმისთვის საკმარისია მაგრამ ესე შეუტრიალი გვერდები შეუტრიალი ჩასვი მასე კი ჩასვი ასე აი ეს ასე
ეს კიდე ცოტა უნდა შემოტრიალდეს, აი ასე. აი ასე და აი ესე უნდა იყოს. არა, აი ამას დავდება აი აქ, ბოდიშით. აი ამ ხარეს სითბორო ცოტა მაღლა მიდის, ეს მოვა აი ასე, ჟარელის პირად. მერე შიგნით ღუმელი რო ცხელი იქნება, შესვენ და ედი ამოიწევს. და გამოვა ეგეთი ფორმა. ფიქრდი და თასი წყალი მიტანია მუსიკა გავაბარი. დადი ხელი არ დაგიწევს. არა, ნახეთ რა ლამაზი პური გამოვაც. დინი მეც გამოსიჭი. აი ბაბონო. მოდი და მიყვარს. არ გამხარი, რომ შესაძლებელი გავუსინდო ძირი. მე ვარ კეთი. ნახეთ რა კაი პური გამოვაც. სასიამოვნო. აუ, ეს შენი გამომწყვეტია? ეს ის უნდა რომ აუ, რა პურია. ეს პირველ უკბიჭო და შეიძლება ბადო. აი, ჩემ გამომწყვეტს მაინც სხვა გემობა. მუსიკალური სკოლა. ეს გახლავთ ფასანაურის სამუსიკო სკოლის დირექტორი, ბატონი რომან მელიცკაური. ბატონი რომან, ბევრი ბავშვი სწავლობს ამ სამუსიკო სკოლაში. დღევანდელ დღეს ჩვენ სკოლაში არის 105 ბავშვი. უნდა გითხრათ, რომ ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდობა დღევანდელ დღეს მიუხედავად ასეთ რთულ პირობებში იხდება მაგათთან მუშაობა. საერთოდ ივნისის თვეში ჩვენ სკოლას 30 წელი უსრულდება. 32 პედაგოგი გავზარდეთ 14 წელში, 14 წელიწადში, მე 14 წელი. დაკომპლექტებულია ადგილობრივი კადრით. მე ვიცი რომ თქვენ ოპერის მომღერალიც. მე საოპერო სტუდიაში მუშაობდი სოლისტად, რა თქმა უნდა. მუშაობდი საქართველოს სახელმწიფო კაპელაში სოლისტად. განსაკუთრებული შტაბეშტილება და დიდი პედაგოგიური მოღვაწეობა ბატონმა ბათუკრავიაშვილმა შთამინერგა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამოცდილების პედაგოგი, სახალხო არტისტი, ძალიან მოხარული ვარ იმისა, რომ ან კეთილშობილ საქმეს, რასაც ქვია, ხელოვნება ვემსახურებით ჩვენს მოსწავლეებს, დაუნერგოთ ეს დიდი სიყვარული, რასაც ქვია კლასიკური მუსიკა და იგივე ხელოვნება. მუსიკალური გადახვევა. გუდაურიდან მოდიხარ კოცნით მოყვები ქარაფებს, მცხეთის საკინძის შეხსნამდე გზატყვები ფერად არაგებს. მოიცა წამით შეჩერდი, შენთან მაქვს ალაპარაკო, ჩემი ლამაზი მიჯნური საით წასულა არაგვო. ვისთან დაუდის ფიქრები, ვის ანდობს ჯვარცმას ღამეულს,
თუ არ მიგონებს ნანდაურს მისი დარდისგან გალეულს მამხედე შამააგონე მუხს დაგიკოცნი არაგო ჩუმად გითხარი სამხილი ნუ გამხდი სალაპარაკოდ